ჩემი შთაგონება რომ შემექმნა პოდკასტი. რა ვიცი, ალბათ გაზიარების სურვილი, რაღაცნაირი შინაგანი შეგრძნება იმის, რომ მე მაქვს ეს ხმამაღალი ნათქვამია, მისია, მაგრამ მე შემიძლია რომ გამტარი ვიყო რაღაცა ინფორმაციის, სასარგებლო ვიყო. კიდევ რა, ალბათ საკუთარი თავის გამოცდაც, გამოწვევაც ამ სივრცეშიც მიმეღწია წარმატებისთვის. როცა ვფიქრობდი ხოლმე ჩემს პოდკასტზე და YouTube-ში რაღაცა ჩემს მიმართულებაზე, ყოველთვის ვტრიალებდი იმ თემების ირგვლივ, რაშიც ისედაც ვტრიალებ, როგორც მშობელი, როგორც მეუღლე, შვილი, როგორც საზოგადოების ნაწილი, მოქალაქე. ჩვენი ყურადღების მიღმა გასული თემები ძალიან მინდოდა, რომ დამებრუნებინა ჩვენი ყურადღების ფოკუსში და მე მგონი სწორად ვარჩევთ თემებს. YouTuberi ვარ უკვე? ჯერ ვერ ვიაზრებ რომ YouTuberi ვარ, რაღაცა დიდ გამოცდილებას მოაქვს და რაღაცა YouTube აუდიტორიამ თვითონ უნდა დაგარქვას მე მგონი ეს სახელი. თხოვებული სპეციფიკაა რა თქმა უნდა. ძალიან ისეთი განსხვავებული ენით ითხოვს საუბარს YouTube-ის მაყურებელი მე მგონი და ბევრად უფრო შინაურულად და ბევრად უფრო ისეთი რაღაცა დაძაბულობის გარეშე, დავარცხნილობის გარეშე, თუმცა მაინც ესეთი გამართული, ღირებული და ფასეული ინფორმაციის ისე თანმიმდევრულად მოსმენა YouTube-ის მაყურებელსაც მოსწონს. ეს ჩემი სტილი არის, როდესაც შენი სახელი ქვია პოდკასტს, მართლა შენ უნდა იყო